ასე მალე რო გავიდეთ. არ ეგონოთ რომ არ დავფიქრთით, კარგად არ დავწონეთ. ფიქრობთ ეხლა ჩვენ აბა რას ვაკეთებთ? კარგი. ზვერაძის პოზიციის გამამყარებელი არგუმენტი რა არის? დაუშვათ მართლა ქონდა დიდი საქმე და იქვე ელოდებოდა თავისი რაზმი. რას ებღლაძუნებოდა ამ გოგოს, რას თამაშობდა? იცით რა, მე მაინც შემოსწავლებს ყოველთვის იმას ვასწავლი, რომ უფროსი ადამიანი როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს, ახალგაზრდამ ყოველთვის უნდა მოითმინოს. და ვისაც მოთმინება არ ყოფნის, ყველა ციხეში უნდა გავუშვათ? ჩემო კარგო, მომისმინ ერთი წამით. შენ ალბათ სოფლიო ლიტერატურა და ისტორია კარგად არიცი. აი დანაშაულების 90% სწორედ რომ მოუთმენლობის და თავშევიკავებლობის გამო ხდება. და ნაფიც საჯულთა ინსტიტუტი ამის ტირაჟირებას ნამდვილად არ უნდა ახდენდეს. ანუ ციხეში გავუშვათ ბავშვი მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი დაიცვა? ჯერ ერთი ჯარემაცაა 2 თუ 3 წელია ხულიგნობაზე. არა იმას არ ვამბობ, რომ ჯეკო აუცილებლად ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ აი ახლა თქვენ რო აქებთ მის საქციელს, მე ესეც დიდ პრობლემად მიმაჩნია. მაქსიმუმ 5 წლამდეა საჯელს ხომ მოსამართლე ადგენს. ხალხო, ჩვენ ეხლა განვიხილავთ კონკრეტულ საქმეს და მითითება გვაქვს, რომ ჩვენი განაჩენი კი უნდა იყოს ჩვენ შინაგან რწმენაზე დამყარებული, მაგრამ ფაქტების უარყოფა არ ივარგებს მიუხედავად იმისა, ვის რა მორალი გვაქვს. ფაქტი არის ის, რომ ეს ბავშვიც კაი გაბლატავებულია და ის პოლიციელიც. ბავშვს რას ერჩი? თქვენ არ იძახდით, სულ ჩხუბებს უყურებ, იმიტომ რომ ყველა მუშტებზე იყურებაო. ვიძახდი, კი, მაგრამ საკმარისად იჯდა ეს ბავშვი უკვე და ისევ წლებით ციხეში გაშვება იმიტომ, რომ იმოღრას ლუდი დაასხა? დაასხა? გაშრება გაივლის რა? თუ დაგვერია ეხა ყველას ეს ზვერაძე ერთი. მუქანაგიცოდია კარგი. მე მერიაში ვმუშაობ, მაგრამ მაინც არ მეშინია. ჩვენც არ გვეშინია. თუ ყველას ერთად არ შეგვეშინდება, რა პრობლემაა? კარგით რა ხალხო, სირცხვილია, რა შიშზე ვლაპარაკობთ. აგერ კაც სახში მიუვარდა, სასამართლოზე არ მოუშვა, იმას არ შეეშინდა. ჩვენ რა გვაქვს შესაწუხებელი და შესაშინებელი? თან ფიციდავდეთ, რომ სამართლიანები ვიქნებით. იცი რა, ამის ყურით მოთრეული სპეცოპერაცია ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენი დისკომფორტის გადასაფარად. კი ბატონო, გეთანხმებით, ცუდი საქციელია თავზე ლუდის გადასხმა. მაგრამ არც ციხეში 2 და 3 წლით გამოკეთვას იმსახურებს ეს ბიჭი. მართალია. კი ბატონო. თან უცემია იმ დღესვე უკვე იმ ზვერაძეს. წარმოვიდგენია რას უსამდა.